მე დამასვები. შორის მაშეზახილის მეოთხეჯერ დადახება ციხეა. საქართველოს გაუმარჯვებელ დადახებაზე. საღამო მშვიდობისა 321 დღეა დღეს რაც ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს და ქართული ოცნება ცდილობს ახალი კანონები საკანონმდებლო ცვლილებები მიიღოს, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებითაც ასე ვთქვათ შეუძლებელს გახდის, შეეცდება უბრალოდ შეზღუდოს კანონით მინიჭებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე ვაპირებ დღეს რომ ვესაუბრო ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეკრებილ ადამიანებს და ხედავ აზა გაბუნიას, აზა გამარჯობა. მინდა რომ როგორღაც ყველასთან მოვასწრო და მოკლე კომენტარები ჩავწერო. ქართული ოცნება გეგმავს კიდევ უფრო გაამკაცროს რეგულაციები, მაგალითად 15 დღიანი პატიმრობა იქნება, თუკი საპროტესტო აქციის მონაწილეები გადაკეტავენ გზას, ან აქციაზე გავლენ პირბადით. თქვენთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც უწყვეტ პროტესტშია ჩართული, ეს რას ნიშნავს? ხო, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს. ეს თვალნათლივ ცალსახად აჩვენებს იმას, რომ ქართული ოცნებისთვის ჩვენი უწყვეტი პროტესტი ქუჩაში ძალიან შემაშფოთებელია, ძალიან შემაწუხებელია, ძალიან დისკომფორტის შემცველია. შესაბამისად, ის აკეთებს ყველაფერს, რომ ქუჩაში ეს პროტესტი, ეს ხალხი, რომლებიც ამ ყველაფერს აპროტესტებს, შეწყვიტოს და გაანეიტრალოს, აჩვენოს მთელ მსოფლიოს, რომ მან ეს შეძლო, მაგრამ ამან არ იცის ის, რომ ჩვენ ვერანაირი კანონი ვერ გაგვაჩერებს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვარღვევთ კანონს, ჩვენს უფლებებს ვიყენებთ, რომელიც კონსტიტუციით გვაქვს მონიჭებული, ჩვენ მშვიდობიანად ამ 320 დღის მეტი 21 დღეა დღეს ვდგავართ ქუჩაში და ვითხოვთ ჩვენი უფლებების დაცვას, ვითხოვთ კანონიერად პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას. რაც შეეხება იმ ცვლილებებს, რომელიც უნდა შევიდეს ერთ კვირაში, რომლის გამოც ადამიანებს პირბადის ტარების გამო, ქუჩის გადაკეტვის გამო, საზრაო მოძრაობის შეფერხების გამო და მსგავსი ტიპის პროტესტის გამოხატვის გამო ემუქრება 15 დღიანი პატიმრობა და შემდეგ ჯარიმებიც. კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ქართული ოცნებისთვის აქამდე არსებული პროტესტი იყო ძალზედ შემაშფოთებელი და შემაწუხებელი. აი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა გუშინვე განცხადება და თქვა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი არის რუსთაველზე მიმდინარე ყოველდღიური პროტესტის შეზღუდვა. დღეს ვკითხულობდი ასევე მოსაზრებებს. გარდა ამ მიზნისა, ანუ ერთის მხრივ ამ წუთას კი მიზეზი და მიზანი ამ საკანონმდებლო ცვლილებების არის რუსთაველის პროტესტის შეზღუდვა, მაგრამ ეს შეეხება ყველას, მაგალითად თუკი აი ოცნების ქალაქის მაგალითი რომ ავიღოთ, ოცნების ქალაქის მაცხოვრებელი შეეხება ადამიანს, რომელიც კი ბატონო, შეეხება ადამიანს, რომელსაც მაგალითად რაღაც უბედური შემთხვევის გამო სახელმწიფოს მოთხოვს პასუხს და დადგება ქუჩაში, ან ჩამონგრეული შენობის გამო ადამიანები გამოვლენ და მოითხოვენ ქუჩაში რაიმეს, ან გალე მოვაჭრეები და დაზრალდები
იწვევიან და რაღაცა საპროტესტო აქციას გამოხატავენ. ჩამოინგრევა სახლი და ამის გამო ადამიანები გამოვლენ ქუჩაში. გაძვირდება რაღაცა და ამის გამო ადამიანები გააპროტესტებენ და გამოვლენ ქუჩაში. და უამრავი მიზეზი, რის გამოთაც ადამიანები გამოვლენ ქუჩაში, ხო? და გააპროტესტებენ და სახელმწიფოს მოთხოვენ პასუხს. სხვანაირად ადამიანს მოქალაქეს არ შეუძლია სახელმწიფოს მოთხოვოს პასუხი, ხო? რაღაცა ვერ შედიან კაბინეტებში, არ აქვს მათთან ურთიერთობა, არ გამოდიან სახელმწიფო მოხელეები ადამიანებთან და ემალებიან ადამიანებს და მხოლოდ იმათ ელაპარაკებიან, ვინც თავიანთი მომხრეები არიან, დანარჩენ მოქალაქეებს საერთოდ არ ეკონტაქტებიან. როგორ მიაწვდინოს ჩვეულებრივმა მოქალაქემ სახელმწიფოს ხმა, თუ არ გამოვა ქუჩაში, არ გააპროტესტებს სხვადასხვა სტრუქტურებთან, ეს იქნება საკრებულოები, ეს იქნება მერიები, გამგეობები, პარლამენტი, თუ ასე შემდეგ. ანუ რანაირად მოახერხოს გაბრაზებულმა უკმაყოფილო მოქალაქემ ხმა მიაწვდინოს ხელისუფალს. ამ კითხვაზე აქვს პასუხი ვინმეს ქართული ოცნებიდან? არც უნდა ამ კითხვების მოსმენა. ესეთი შთაბეჭდილება იქნება, თუმცა რა მოქალაქეებს და გაუჩნდება ამ კითხვაზე არ აქვს ქართული ოცნების წარმომადგენლებს პასუხი. ერთადერთი პასუხი არის პროპაგანდისტული, ერთადერთი პასუხი არის ის, რომ აგენტები ვართ, მოსყიდულები ვართ, ფულს გვიხდიან, deep state-ის და ასე შემდეგ მოგზავნილები ვართ და ქვეყნის გადაბრუნება, დესტაბილიზაცია მხოლოდ ამ იარაღებს გვაწეპებენ და არ ვიცი, მე მგონია რომ ყველა ადამიანი უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ ხვალ თითოეულ ჩვენგან შეეხება ეს, იმიტომ რომ არავინ არ იცის, რის წინაშე ვდგევართ, არავინ არ იცის ხვალ რო ქუჩაში გამოვალ, რა დაგვემართება ქვა, დაგვეცემა, ავარიაში მოვხდებით, სახლი ჩამოინგრება, მიწისძვრა მოხდება, წყალდიდობა მოხდება, თუ ასე შემდეგ. ამიტომ რომ ჩვენი ქვეყანა არ არის დაცული, არც უსაფრთხო, შესაბამისად ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ქვეყანას და ძალიან ბევრი ადამიანი აწყდება ამ პრობლემას და გამოვა გააპროტესტებს, იქნება წინააღმდეგობაში, რომელი მთავრობაც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ყველა მთავრობას და ხელისუფალს მოუწევს უკმაყოფილო ადამიანების და მოქალაქეების მოსმენა. შესაბამისად მოუწევს ქართულ ოცნებასაც და მოუწევს პასუხის გაცემაც ამ საზოგადოებისადმი. არ არიან მხოლოდ ის ადამიანები, ვინც უდგავართ ქუჩაში, ჩვენს უკან დგას მთელი საქართველო. ჩვენს უკან დგას მოსახლეობა, მოქალაქეები, რომლებიც არიან ამ ქვეყნის უფასოვანი წევრები და მოუწევს ქართულ ოცნებას ამ ხალხს გასცეს პასუხი. ძალიან დიდი მადლობა, ეს ხოვაზა გაბუნია, თავისუფლების მოედნის წარმომადგენელი. ისევ გითხავთ, ხომ არ დაურეგისტრირებიათ თქვენ პარტია? არა, ჯერჯერობით არა. ჯერჯერობით. მადლობა, მშვიდობიან საღამოს უსურვებთ თქვენს. მადლობა, თავისუფლების მოედანი ცდილობს პარტიად რეგისტრაციას, თუმცა აი ციალა ქათამიძეს ხედავ აქ და მას გავისაუბრები. ციალა გამარჯობა, დღეს საუბრობთ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე. ქართული ოცნება აპირებს, რაც შეიძლება კაცრი გახადოს კანონმდებლობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც რაიმე სახით არის პროტესტში ჩართული. თუმცა ეს არ შეეხება მხოლოდ პროევროპულ საპროტესტო აქციებს, რადგან იკრძალება ქუჩის გადაკეტვა, ანუ იქ არ წერია რომ რუსთაველი იკრძალება, მხოლოდ იკრძალება ზოგადად ქუჩის გადაკეტვა. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტენ რომ გააპროტესტონ მათ სოფელში წყლის არარსებობა, ან ოცნების ქალაქის მაცხოვრებლები, რომლებიც პერიოდულად მართავდნენ თავიანთ სოციალურ საკითხებს. ყველას შეეხება ეს. თქვენთვის რას ნიშნავს, როგორც მოქალაქისთვის, მსგავსი ტიპის აკრძალვის დაწესება? რეალურად ეს ცვლილებები კიდევ ერთხელ იქნება ვიზუალიზაცია იმ მოლოდინებისა, რასაც რა ვიცით, თქმის 2 წელია ვსაუბრობთ, რა რეალობისკენაც მიჰყავს ჩვენი ქვეყანა ამ ხელისუფლებას, რუსულ ხელისუფლებას, იმიტომ რომ რეალურად ყველა ტიპის სატკივარი, რაც შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებას, არა მხოლოდ ის გლობალური, რომელზეც რა ვიცი, წლებია, თითქმის მეორე წელია, ხო? ვაპროტესტებთ, ეს იქნება პროევროპული არჩევანი, არჩევნების ამ შემთხვევაში
სანდოობა, არასანდოობის საკითხი, პოლიტპატიმართა საკითხი თუ ეს შემდეგ, არამედ ყველა ყოფითი საკითხი, რომელიც შეიძლება გქონდეს მაგალითად ქალაქ ბათუმის მკვიდრ მოსახლეობას, ეს იქნება უკანონო მშენებლობა, მათ ეზოში არსებული პრობლემები, გადასახადები, რომელიც რა ვიცი, არაფერი უდგას დღეს ქართულ ოცნებას წინ, რაიმე ისეთი ცვლილებები შეიტანოს ან არ აღასრულოს არსებული ვალდებულებების თუ კანონმდებლობა, რაც რეალურად არის ქვეყანაში შეუძლებელი გახდება საერთოდ ხმის ამოღებაც კი. თუმცა ამ კანონის მთავარი მიზანი მაინც არის ამ შემთხვევაში იმ პროტესტის დასრულება, რომელიც მიზანში ყავს ამოღებული ძალიან დიდი ხანია მისი დაწყების დღიდანვე, იმიტომ რომ მთავარი დისკომფორტი, რაც მას აქვს დღეს არის, იმიტომ რომ რეალურად სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოება მიეჩვია ამ რეჟიმში ცხოვრებას და ყოველდღიურად ვერ ახერხებს იმ შოკიდან გამოსვლას, რომელიც წინა დღეს დადგა. ანუ რეალურად ჩვენი რომ გადავხედოთ, რომ არ ვისაუბროთ იმ პროტესტზე, რომელიც აქ და თბილისში, სხვა დიდ ქალაქებში არის კონკრეტულ ადგილებში, რეალურად თითოეული საქართველოს მოქალაქის, მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერის ყოფაც გაუარესდა, ყოველდღიურად უარესდება, იმიტომ რომ რა ვიცი, რომ გადავხედოთ წინა დღეებში არსებულ, წინა თვეში არსებულ სხვა ტიპის პრობლემებს, რაც რეალურად არსებობდა, რა ვიცი, არ არის ეს პროტესტი, თქვათ, შევხვალოთ. ერთ დღესაც ქართულმა ოცნებამ მაგალითად აღმოაჩინა, რომ ყველაზე სტრატეგიული ობიექტის თავდაცვის სამინისტროს მინისტრიდან დაწყებული მისი ოჯახის წევრები თუ პირადი დაცვით დასრულებული, ისინი ამბობენ, რომ ჩართული იყო რაღაცა დიდი კორუფციის სქემაში. ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი, ამ კონკრეტ ვინ იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას? ამაზე კითხვის დასმაც კი ხდება დასჯადი. თავისივე აღიარებულ დანაშაულზე, პოლიტიკურ დანაშაულზეც კი ამ შემთხვევაში პასუხისმგებაზეც აქეთ გედავებიან მოქალაქეებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში და რა ვიცი, სხვა ტიპის, რა ვიცი, აღმოჩნდა ასევე ისიც, რომ დღეში 2 მილიონამდე ლარი თეთრდებოდა წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში, მაშინ როცა რა ვიცი, უამრავი ჩამკეტი მექანიზმი თუ დამცავი ბარიერი არსებობდა, წესით თუ ინსტიტუცია, მარტო მაგისთვის არსებული ეროვნული ბანკიდან დაწყებული საგადასახადო სისტემით დამთავრებული და ისიც გითხრეს, რომ ორი ყოფილი დეპუტატი მაგალითად თურმე წამლავდა როგორც სიგარეტთან, ასევე მასთან დაკავშირებული არალიცენზირებული თითელი ჩამოსასხმელი აპარატი არსებობდა რაღაცა ტიპის ამბავი და ეს მაშინ, როდესაც სამოქალაქო ორგანიზაციები თუ მედია ორგანიზაციები წლების განმავლობაში საუბრობდნენ ამაზე და მათ აგენტებად მოიხსენიებდა ქართული ოცნება, როდესაც კორუფციულ საკითხებზე საუბრობდნენ. თუმცა როცა ამ ადამიანების ბრალი როდესაც წაიკითხა, ძალიან გავდა საბრალდებო დასკვნა სხვადასხვა საგამომძიებო ფილმებიდან ამოკრეფის, იმიტომ რომ რეალურად იყო წლებია საუბრობდნენ ყოფილი პრემიერის ამ შემთხვევაში ღარიბაშვილის გუნდის წარმომადგენლებთან დაკავშირებულ კორუფციულ საკითხებზე და ერთ დღესაც აღმოჩნდა, რომ ეს ამბავი იყო სიმართლე, თუმცა ისინი ცდილობენ საკუთარ, რა ვიცი, მხარდამჭერს თუ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ დეზინფორმაციულ ვაკუუმში აცხოვრებენ, უთხრან, რომ თითქოს და ებრძვიან კორუფციას, არა და წლების განმავლობაში ნათელი იყო ეს ყველა ტიპის საკითხი. უნდა იყოს თორე საგანგაშო საქართველოს მოქალაქისთვის ქართული ოცნების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ ქუჩის გადაკეტისთვის უკვე 15 დღიანი ციხე იქნება. ანუ ის რომ ვეღარ შეკრების უფლება გექნება, მაგრამ შენი პროტესტის გამოხატვის უფლება ფაქტობრივად გეზღუდება. ეს როგორ შეიძლება მოქალაქეებამდე მიიტანოთ? თუნდაც თქვენ როგორ ვფიქრობთ, როგორ უნდა გააგებინოთ ყველას, რომ ეს მათაც ეხება და მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან ან რუსთაველზე შეკრებილი საზოგადოების წინააღმდეგ არ არის მიმართული. იცით, ამ ლოკაციას ჩვენ ახლა ვიმყოფებით არის აჭარის მთავრობის
სახლი და ამ სივრცეს რეალურად წლების განმავლობაში არაერთი პროტესტი ახსოვს, როდესაც სოციალურ-ეკონომიკური სხვა ტიპის პრობლემების მქონე ადამიანები მოდიოდნენ და ცდილობდნენ ამ გზით დაეფიქსირებინათ საკუთარი პრობლემების შესახებ ინფორმაცია და მიეწვდინათ ხმა მთავრობის სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებისათვის და რა ვიცი, რეალურად ფიზიკურად ეგეც კი შეუძლებელი იქნება ადამიანებისთვის, იმიტომ რომ არაერთხელ გვახსოვს, მათ შორის წლების წინ წალკიდან ჩამოსული ეკომიგრანტების საჭიროებებზე იყო აქ არაერთი მრავალრიცხოვანი აქცია, უცნების ქალაქის წარმომადგენლები თავიანთ გასაჭირს აქცილობდნენ მიეწვდინათ ხმა და სამწუხაროდ ისევ ამ ადამიანებისთვის იგივე რეგულაციები ამოქმედდება, რაც პროევროპული აქციების მონაწილეებისთვის არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ამ გააზრებაში და ინფორმაციას რა თქმა უნდა მივაწოდებთ ადამიანებს სხვადასხვა გზებით, შესაძლებელი არხებით და რესურსებით. თუმცა ალბათ თითოეულმა მოქალაქემ თავად უნდა მოახდინოს გაანალიზება იმ არსებული მდგომარეობის და ეცადოს თავი დააღწიოს იმ დეზინფორმაციის ნიაღვარს, რომელიც მოედინება პროპაგანდისტული მედია ორგანიზაციებისგან თუ რა ვიცი, თავად მათ შორის მაღალჩინოსნების მხრიდან, იმიტომ რომ ისინი რასაც კადრულობენ ამ შემთხვევაში გულისხმობთ ცრუ ინფორმაციას და დეზინფორმაციის გავრცელების მიმართულებით ეს იქნება ამ კანონების ახსნა თუ ზოგადად მათი ქმედებების ახსნა. თითოეულმა მოქალაქემ თავად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ამ კანონების თანხმედრივ შედეგების შესახებ, არამედ თითოეული იმ დღის შესახებ, რომელიც ამ ქვეყანაში სამოოდ იქნება, იმიტომ რომ თუ გადავხედავთ ბოლო 1 წლის რა ვიცი, ყოველ დღეს მინიმუმ ყოველ დღე უარესდება ჩვენი თითოეული მოქალაქის, ჩემი, თქვენი, არა მხოლოდ სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლის ან მედია ორგანიზაციის წარმომადგენლის უფლებრივი მდგომარეობა, არამედ როგორც უბრალოდ საქართველოს მოქალაქის ან აქ მკვიდრი მოსახლეობის. იმიტომ რომ იმის ფონზე, რომ ეს რაღაცა პროტესტი რაც არის ამ ქვეყანაში აკრძალონ და ჩაახშონ ყველანაირი გზით, არ ვიცი, ეს იქნება სამართლებრივ რეალურად ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს ზოგადად სამართლებრივ სახელმწიფოში პირიქით, ხო, კანონმდებლობას იღებენ და შემდგომ უკვე აღასრულებს ამას სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები. ჩვენთან არის პირიქით, ანუ რაც უნდა კონკრეტულ პარტიის წარმომადგენელს რბილად რომ თქვა პარტიას უძახი ამ შემთხვევაში, თუმცა აქ საუბარი არის მეზობელი ქვეყნის გავლენის მქონე რა ვიცი პოლიტიკურ თუ სხვა ტიპის სუბიექტებზე ვსაუბრობთ, რაც უნდათ მათ, ამას აღასრულებს სამართალდამცავი ორგანოები და შემდგომ თუ ვერ აღასრულებს, იმიტომ რომ დღეს ბატონმა კობახიძემ ეგეთი ფრაზა თქვა, რომ იმაშიც არის განმარტებით ბარათით მითითებული, წინა რეგულაციებმა ვერ მოახდინა სრულად აღსრულება ამ რაღაცა კანონ ვერ უზრუნველყო და ამიტომ კაცრდება კანონმდებლობა, ანუ რეალურად უკვე აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაშია საკანონმდებლო ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში, როცა პირიქით ვერ აღასრულა ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ თუ სხვა პოლიციურმა ძალებმა კანონი, იმიტომ რომ რთული იყო და ახლა უკვე ამის დამძიმება ეხება საკანონმდებლო ორგანოს წევრებს, რომელსაც სხვა ფუნქცია უნდა თუნდეს ესეთ ნორმალურ ვითარებაში. დიდი მადლობა, ეს იყო ციალა ქათამიძე, აქ ხედავ ზურაბ ირემაძეს, გამარჯობა ბატონო ზურაბ, გითხავთ რას ფიქრობთ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ქართული ოცნება გეგმავს, რომ მთელი რიგი შეზღუდვები დააწესოს, კერძოდ მაგალითად გზის გადაკეტვაზე 15-დღიანი პატიმრობა იქნება, ასევე დასჯადი იქნება პატიმრობით აქციაზე ნიღბით მისვლა. მე დავუთხრა საზოგადოებას ძალიან მარტივ კითხვებს დავსვა. რისთვის ჩამოვიდა ბიძინა ივანიშვილი საქართველოში? მოდი აქედან დავიწყოთ.
ქართველი ხალხის დამარცხებისთვის, დიახ, დაამარცხა ქართველი. დამარცხებულია დღეს ქართველიერი და ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება გამარჯვებულია. წელში გავიმართეთ. წელში გამართულია ივანიშვილი და ქართული ოცნება, მაგრამ დამარცხებულია ქართული საზოგადოება. ეს ყველაფერი როდემდე უნდა ვატაროთ? როდემდე უნდა ვატაროთ ჩვენი საზოგადოების მარცხი? და უყუროთ ხელისუფლების გამარჯვება. ხელისუფლება წელში იმართება, საზოგადოება ყოველთვის არის მარცხზე. ჩვენ ნაცმოძრაობას ვამარცხებთ. ნაცმოძრაობას კი არ ამარცხებთ ძირითადად ამარცხებთ ქართული საზოგადოება. ქართული საზოგადოება მარცხდება 13 წელიწადია. და ახლა კანონები ცდილობენ როგორმე საზოგადოება ბოდიში ამ სიტყვას დააჩმორონ, დაამონონ და რა თქმა უნდა მე მარიონეტები თოჯინებით მართონ საკუთარი მოქალაქეები. და ეს არ არის დემოკრატიის ანიბანი. დემოკრატია არ არის, რა თქმა უნდა, კანონებით იჯუნგლიორო და საზოგადოება ჩაგრო. ეს არაა დემოკრატია. მაგრამ ამ ადამიანს დემოკრატია კი არ სურს. ამ ადამიანს სურს ივანიშვილი და ოცნებას, ამ ადამიანებს სურს დემონობა და არა დემოკრატია. დემოკრატია თვითონ ცხოვრობა, კომფორტული ცხოვრება აქვს, ევროპაში მიდიან მოდიან, ევროპას ამავე დროს ლანძღავენ, ევროები უყვართ, ამერიკული დოლარები უყვართ, ამერიკასაც ლანძღავთ. მაგრამ საზოგადოებას არ აძლევენ გასაგანს საშუალებას, რომ საზოგადოება განვითარდეს და საზოგადოება ფეხზე დადგეს. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ დიახაც გამარჯვებულია ქართული ოცნება, მაგრამ დამარცხებულია ქართული საზოგადოება. საზოგადოება ეს ყველაფერი როდემდე უნდა გადაყლაპოს და როდემდე უნდა მოითმინოს. ძალიან მარტივ კითხვას ვთქვი. რო გამოდის ქართული ოცნება და საუბრობს, რომ 90 მილიარდიანი ეკონომიკა გვაქვს, დაჟე მეტი და ქვეყანა აღზევების ზღვარზეა, ივანიშვილმა თქვა გახსოვთ ალბათ, საქართველოს თითქოს და აყვავებული ქვეყანა არის 45 მილიარდი სარგებელი თუ აქვს ჩვეულებრივ გლეხს. 90%. მოსახლეობის 90 მილიარდში 45 მილიარდი სარგებელი აქვს. ანუ რა გამოდის 10% თენა ცხოვრობს 45 მილიარდ ლარზე მეტ კომფორტში და საზოგადოება რომელიც 90% 45 მილიარდი შემოსავალი არ აქვს. რატო მიზეზი რა არის? იმიტომ რომ არის ამ ქვეყანაში პოლიტიკური კორუფცია, არის ამ ქვეყანაში ბიზნეს კორუფცია, არის ამ ქვეყანაში აზარტული თამაშების კორუფცია, არის ამ ქვეყანაში საბანკო კორუფცია. ანუ ჩამოყალიბდა კორუფციული სისტემაა სრულად ქვეყანაში ჩამოყალიბებული, ამის თქმას ცდილობთ და აწყო სისტემა აწყო ბიძინა ივანიშვილმა. პოლიტიკაშია კორუფცია, ბიზნესშია კორუფცია, საბანკო სისტემაშია სრული კორუფცია და ძარცვა მოქალაქეებისა, აზარტულ თამაშებში ასე გადაჭარბებულად ძარცვა საკუთარ მოქალაქეებისა. ძალიან ბევრს ბინები გააყიდნიეს, სახლები ჩადიებიეს გირაოში და ათასნაირი უბედურება დამართეს. ჩვენ ახალგაზრდები საერთოდ ახალგაზრდობა არის ძალიან აზარტიული და ჩვენი საზოგადოება არის აზარტული საერთოდ ქართული საზოგადოება და ამ მომენტის სარგებლობა ახალგაზრდობა არის აზარტიული. ახალგაზრდობა გართობით არის დაკავებული და შესაბამისად რა თქმა უნდა მიმდინარეობს ახალგაზრდობის ზარცვა. რითი უნდა შეუქმნას ქვეყანას მომავალი ახალგაზრდების ზარცვით? თუ ახალგაზრდების დამცირებით და შევარაცხყოფით. აი რაც შეეხება დააგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს, როგორ ფიქრობთ, რამდენად მოახდენს ეს გავლენას პროტესტზე და როგორ შეზღუდავს იმ მოქალაქეების უფლებებსაც, ვინც არ არის პროტესტში ჩართული, ვინც შეიძლება ქართული ოცნების ხარდაჭერი იყოს, მაგრამ რაღაც საყოფო ცხოვრება, სოციალური პრობლემა გაუჩნდეს, მოუნდეს ამას გაპროტესტება და მერე ამას ვეღარ გააპროტესტებს. ნუ ახლა მაგათი ერთი მიდგომა აქვს, ჩემიანი და სხვისიანი ხო გამიგეს. ნუ ახლა შეზღუდვებს აკეთებენ რა თქმა უნდა ოპოზიციას და მის ხარდამჭერებს და მათიანებს ბუნებრივია შეზღუდვებს არ ამუშავებენ, იმიტომ რომ კანონის მართავენ როგორც უნდა ისე და კანონებს ბუნებრივია თავისთავად ვქნიან ისე როგორც უნდა, ამიტომ ვთქვი სიტყვა რომ ჯუნგლიორობენ კანონებში. რა თქმა უნდა, არავით არის დემოკრატია, დემოკრატიას არ არის რომ ჩემიანი და სხვისი იძახო, ჯერ როგორ უნდა თქვა რომ ჩემიანი და სხვისი, როცა ყველა ქართველია. ყველა საქართველოს შვილია და ყველა საქართველოს მოქალაქეა. ნუ ახლა მე მარტივად დავსვამ კითხვა საზოგადოების წინაშე, რა თქმა უნდა. მე არ ვარყოფ არავის წინაშე 12 წელი ხომ საქართველოს მხარდამჭერი. ახლა მაგალითად რო იყოს არჩევანი და ორი კანდიდატი იყოს მარტო, ოცნება თუ ნაცმოძრაობა. დიახაც მე ოცნებას ავიჩი. მაგრამ ორი კანდიდატი რო იყოს რუსეთი და ნაცმოძრაობა. რა თქმა უნდა მე ნაცმოძრაობას ავიჩი, იმიტომ რომ მე ვარ ქართველი და სულ არ მაინტერესებს მე რუსეთი. მაგრამ რო ვხედავ ახლა რომ პრორუსული გაზი აიღო ქართულ ოცნება და არ ამოხურჭებს და პირდაპირ მიდის რუსეთის მიმართულებით, ბუნებრივია თავისთავად ნებისმიერ ოპოზიციას დაუდგები გვერდში, ოღონდ საქართველოს აღარ წავიდეს რუსეთის მიმართულებით და არ გამოვასწავებ ვინ იქნება, ეს იქნება ნაცი, ლელო, გახარია თუ სხვა, რა მნიშვნელობა აქვს. მე შემიძლია ნებისმიერ დადვარ დაუდგე გვერდში, რატო? იმიტომ რომ ჩემი ქვეყანა არ მინდა წავიდეს რუსეთის მიმართულებით და არ მინდა რუსეთის გუბერნია გახდეს. ჩვენო ამერიკელების და ევროპელების ბრძანებას არ გამომორჩილებთ. გასაგებია რომ არ გაქვთ ამბიცია რომ ამერიკის შეერთებული შტატების კოლონია გახდე და ევროპის კოლონია და ამერიკის
სიტყვას მაგალითად ერთ-ერთი შტატი, მაგრამ რატო გაქვს ამბიცია მაგალითად რომ გახდე რუსეთის გუბერნია? რატო გაქვს ეს ამბიცია? შენო მოცნება ხარ და შენო ივანიშვილი ხარ. იმიტომ რომ ბიზნესები გაქვს მოსკოვში, იმიტომ რომ რუსეთთან დაახლოებული ფიგურა ხარ და შენი ინტერესებს უნდა შეიწიროს ივანიშვილის საქართველოს და ქართული ხალხის ინტერესები. საქართველოს შენი ბოსტანია, ესე ფიქრობ, ძინა ივანიშვილი და ქართული ოცნების ლიდერებო ფიქრობთ რომ საქართველოს თქვენი ბოსტანია? დიახ, ბოსტანად გადააქციეს, მაგრამ სამწუხარო და უბედურება ეს არისო ბოსტანში კეთრი პამიდორი მაინც მოდის, მაგრამ დღეს საქართველოს გადააქცია ფაროსანა შეჭმულ თხილის პლანტაციებად ქართულ ოცნებამ. ესა რეალობა. ეხლა ფაროსანამ შემოისია თხილის პლანტაციებს, ზუსტად იმად გადააქცია მთელი საქართველო. ყველაფერი გაზურებული აბსოლუტურად და ხელმოუწოდებელი გლეხით. ხელმისაწვდომი არის მათთვის. აფთიაქებში შედიხარ და კატასტროფული ფასებია. სუპერმარკეტებში შედიხარ და კატასტროფული ფასებია. მაგალითად, თუ გიწირს ადამიანს ბოდიშ ამსხვა ძონს, შარვალ სიყიდი, ფესასმელი სიყიდი, კურტკა იქნება თუ სარაჯკა იქნება თუ დეპრე იქნება, ძონს სიყიდი, მაგრამ ძონსი პროდუქტი არსებობს? ძონსი ტანსასმელი არსებობს? როგორ შეიძლება ყვება ხუბ ჭირდება ადამიანს, წამალი ხუბ ჭირდება ადამიანს? ეს ყველაფერი მათ ბოდიშ და ფეხებზე კიდია და არ აინტერესებს, საკუთარი მოქალაქეები არ აინტერესებდა. მე როცა ეს ყველაფერი გამინახე რომ ჯუნგლიორობს ხელისუფლება კანონები საკუთარ მოქალაქეებს ჩაგრავს, ამას პლუს კიდე მიყავს საქართველოს რუსეთის მიმართულებით. ხედავ აშკარად რომ დიახ წელში გამართულია ქართული ოცნება და დამარცხებული ქართული საზოგადოება და მე როგორც ზურაბირემაძე რატო უნდა გავაგრძელო ქართული ოცნების გვერდშიგდომა ხვალადაზე თუნდაც რატო უნდა გავაგრძელო? იმიტომ რომ ხედავ გამარჯვებულ ქართული ოცნებას და ხედავ დამარცხებულ საზოგადოებას და არ გავაგრძელებ რა თქმა უნდა მე ქართული ოცნების გვერდშიგდომას და გავაგრძელებ ქართული საზოგადოების გვერდშიგდომას. რატო? იმიტომ რომ ჩემი საზოგადოება ტკივა და მაწუხებს. ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო ზურაბირემაძე ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც 321 დღეა უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს და აქ ხედავ შესაძლებლობა ბოლომდე კარგი ნამებია. ორი კვირავი არის თემურ გორგაძეს ხედავ, გამარჯობა ბატონო თემურ. დღეს საუბრობთ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც 15 დღიანი პატიმრობით პირველ ჯერზე დაისჯება გზის გადაკეთება, ხოლო ორგანიზატორებს 20 დღიანი პატიმრობა ემუქრებათ. ასევე ნიღბით მისვლა აქციაზე. რას ფიქრობთ? თქვენზე როგორც პროტესტის მონაწილეზე როგორ იმოქმედებს ერთი, მაგრამ თქვენ მაღალმთიანეთთან აქტიური შეხება გაქვთ და კი ბატონო, მე მახსოვს რომ ხულოში, სოფელ ბოძაურში გადაკეტა მოსახლეობამ გზა. ასევე ჰესის მშენებლობის წინააღმდეგაც იყო რამდენიმე მცდელობა, სოციალური მოთხოვნებით იყო გზები გადაკეტილი. მთის მოსახლეობა კეტავდა ხოლმე. ახლა მთავრობა ამბობს, რომ ყველა მცდელობა გზის გადაკეტვის დაისჯება პატიმრობით. მოქალაქე რა უნდა გააკეთოს, რომელსაც მთავრობამდე სურს ხმის მიტანა? აი რა ტიპის მართლობაში შევდივართ? დავიწყოთ იმით, რომ ბოლო ნაწილი შემიკითხვის მოქალაქეების გზას კიდე გადაკეტავენ თვითსახელმწიფოება და ეგ კანონი მაგათთვის არ იმუშავებს. სანკარფიოთ და გასაგებად ვიცით ყველამ, რომ ეგ კანონი შემოიღეს იღებენ თუ როგორც არის, იმიტომ რომ რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა რაღაცა გულზე ესობათ ყველა მხრიდან, მათ შორის საერთაშორისო ნაწილში რაღაცა საერთაშორისოდან ჩანს რომ ყოველდღიური პროტესტია, პლუს რაღაცა დაუმორჩილებლობის მაგვარი რაღაცა წარი ეს რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა და უცბად რომ გითხრა დიდი ხანია და ეს რუსთაველის ქუჩის გადაკეტვის მოსპობა დაიწყეს ჯარიმებით. მათ შორის ჯერჯარიმები შემოიღეს, მერე ვინც არ გადაიხდიდა მეორე ჯერზე რაღაც დაამატეს იმ კანონს და ადმინისტრაციული პატიმრობა შემოიღეს. პარალელურად შემოიღეს ის რაღაცა სახის დაფარვაზე ამბავი, ოღონდ როგორც ხვდები, რაღაც ტექნოლოგიურად ვერ მოახერხეს
მიღბიანი ადამიანების იდენტიფიცირება, მაგათზე ჯარიმის გამოწერა და მე ვინც არ გადაიხდიდა ან თუ გადაიხდიდა მithundes კარგი ვერ დააიდენტიფიცირეს რომ მე ესენი ციხეში გაეშვათ. სულ ფიქრობდი ხოლმე რომ რაღაცას გააკეთებენ ისეც აქციაზეც მაგდეჯი ნათქვამი რომ რუსთაველის პროტესტი მოსპოს. და ნუ ხო იფიქრეს მე ვერ მოვიფიქრე, ამათ მოიფიქრეს და ხო ძალიან კარგი გასაღები უპოვნეს მაგ ამბავს როგორ მოსპონ რუსთაველის პროტესტი. სამწუხაროა, მაგრამ ხო ალბათ ეგ არის გასაღები და მაგით მოსპობენ მარტივი ამბავი არის ვინც არ დაემორჩილება დაიჭერენ ის დაემორჩილება ქუჩას არ გადააკეთებენ და საბოლოო ჯამში ის მინიმალური დაუმორჩილებლობა რასაც რუსთაველის გადაკეთება ერქვა თბილისში და რაც რაღაცა ერთგვარი დისკომფორტიც იყო მთავრობისთვის აღარ ექნებათ. შეიძლება ვთქვა არ ვიცი ამას ჩვენ რა უნდა დაუპირისპიროთ მე არ მჯერა იმის რომ რაღაცა ყოველ დღე იმდენი ადამიანი გამოვა თბილისში რომ რაოდენობრივად საჭირო გახდება რუსთაველის გადაკეთება მაგის არ მჯერა სხვა შემთხვევაში ისინი ყველა ვარიანტში მოგვიგებენ. დამაინტერესა სხვათა შორის ახლა დიდად არ მისერჩია მაგრამ ChatGPT-ს ვიქრე და არც რუსეთში არ არის გავსი კანონი ChatGPT-ს მასებითად ვარცდება და არც სხვაგან არსად პრაქტიკაში არ არსებობს რომ მსგავსი კანონი იყოს მხოლოდ ავტობანებზე ანუ მაგისტრალებზე არის საქართველოშიც არის ეგ მაგრამ სხვა ქვეყნებში პირველად მოხდა რომ ქუჩის გადაკეთვაზე ადმინისტრაციული პატიმრობა შემოიღეს ხო სწორი გასაღები მათი გადმოსახედიდან სწორი გასაღები უპოვეს რუსთაველის პროტესტს ოღონდ ზუსტად ვიცი დარწმუნებული ვარ რომ რა ვიცი სოფელში ხვალაც რო გადაკეთონ ხულოში იქ არაფერი არ მოხდა იმიტომ ეს კანონი უამრავი ეგეთი კანონი არსებობს რომელიც მუშაობს შერჩევითი სამართლის ქვეყანა გავხდით ვართ ოფიციალურად ასე შეიძლება ითქვას ხო? ნუ ეგ არის ახლა ჩვენი მოსაფიქრებელია ჩვენ რა უნდა ვქნათ მე არ ვიცი მათ შორის საკონსულტაციოზე განხილვებიც იყო ხო არ ვიცი მართლა რა უნდა ვქნათ იმიტომ რომ არც იმ ადამიანების ვინც რაღაც რამოდენიმე ასეული ან რამოდენიმე ათასეული თუნდაც ვთქვათ ვინც აქტიურად რუსთაველზე დადის აღარ გვაწყობს მაგათი დაჭერა იმიტომ რომ რა ვიცი მართლა სიცხილია რაღაცა კონვეიერს ხო რა ვაწყობ რომ 15 ყველა იძდეს ან რაღაცა ხალხი ამბავი არის ეგ მაგრამ არც ის გვაწყობს რომ ეს პროტესტის კერა მოვსპოთ არის რაღაცა მოსაფიქრებელია ცოტა სხვა გზა ჭუით უნდა ვაჯობოთ მინიმუმ მაგნაცილში მაინც არ ვიცი რა უნდა ვქნათ არის რაღაც აზრები იდეები და ითქვა რამე გამოდნეს ამ აზრებზე უნდა ვიდეო ძალიან დიდი მადლობა ეს იყო თემურ გორგაძე გირჩი მეტი თავისუფლებას წარმომადგენელი ბათუმში